900 იქით ისტორიები. ვაჭრის და ჯინის ამბავი. და თქვა აზადმა პირველ ღამეს. მეფევ ბატონო, მსმენია, რომ იყო თურმე მდიდარი სოვდაგარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ვაჭრობდა. ერთ დღეს ვაჭარი შეჯდა ცხენზე და ერთი ქვეყნისაკენ გაემართა. გზაში ძლიერ დასცხა და ხის ქვეშ ჩაიმუხლა. ხურჯინში ხელი ჩახო, პურის ნატეხი და ფინიკი ამოიღო და შეექცა. ფინიკის ჭამა რომ დაამთავრა, კურკა ისროლა და ანაზდეულად მის წინაშე უზარმაზარი, ხმალა მოწვდილი ჯინი გაჩნდა. იგი მიეჭრა ვაჭარს და უთხრა: ადექი, რომ მოკკლა ისე როგორც შენ ვაჟი მომიკალი. მე როდის მოვკალი შენი ვაჟი? შენ რომ ფინიკი შეჭამე და კურკა ისროლე, ჩემს ვაჟს შიგ მკერდში მოხვდა და მაშინვე მოკვდა. ჯინო, იცოდე რომ მე ვალი მადევს, მაქვს დიდძალი ფული, მყავს ცოლი და შვილები, ჩემთან არის მრავალი გირაო. დამრთე ნება შინ წავიდე და მივცე ვისაც რა ეკუთვნის. მერე დაუბრუნდები, გაძლევ სიტყვას და რაც გინდა ის მიყავი. ჯინმა ვაჭარს პირობა ჩამოართვა და გაუშვა. ვაჭარი დაბრუნდა თავის ქვეყანაში, დაუბრუნა ვისიც რა ემართა, ამცნო ცოლს და შვილებს რაც თავს გადახდა, დაწერა ანდერძი და იმ წლის მიწურულამდე მათთან დაჰყო. ადგა მერე, გამოემშვიდობა თავის ოჯახს, მეზობლებს, ყველა ნათესავს და შინიდან წავიდა. თუმცა ფეხის მოცვლა ეძნელებოდა. შეიქმნა დიდი მოთქმა და გოდება. ვაჭარმა იარა ვიდრე იმ ბაღნარს არ მიაღწია. ეს დღე ახალი წლის დამდეგი იყო. იმ დროს როცა ვაჭარი იჯდა და თავის ბედს დასტიროდა, უეცრად მასთან ერთი ბერიკაცი მივიდა. მოხუცს თან ახლდა ჯაჭვგამობმული ქურციკი. მიესალმა ვაჭარს, დღე გრძელობა უსურვა და ჰკითხა: რა დამჯდარ ხარ აქ განმარტოებით? ეს ხომ ჯინების სამყოფელია? ვაჭარმა უამბო მოხუცს რაც მას ჯინთან შეემთხვა და უთხრა მისი იქ ჯდომის მიზეზი. ქურციკის პატრონს გაუკვირდა და თქვა: ჭეშმარიტად საოცარია შენი ამბავი. მიუჯდა ვაჭარს და თქვა: ჩემო ძმაო, არ დაგტოვებ, ვიდრე არ ვნახავ იმ ჯინთან რა გადაგხდება. მათ საუბარი გააბეს. ვაჭარს გული შეუღონდა, შიშმა და ძრწოლამ, ძლიერმა დარდმა და მწყარე ნაღველმა ხელი დარია. ანაზდად მათთან მეორე მოხუცი მივიდა. მასთან ორი შავი მწევარი ჰყავდა. მიესალმა და იქ ჯდომის მიზეზი ჰკითხა. ეს ხომ ჯინების მიწააო? მოუთხრეს ამბავი თავიდან ბოლომდე და ის იყო დასთხნენ, რომ მიუახლოვდა მესამე ბერიკაცი, რომელმაც თან ჭრელი ჯორი მოიყვანა. მანაც სალამი თქვა და მათი იქ ყოფნის მიზეზი იკითხა. ისინიც თავიდან ბოლომდე მოყვნენ ამ ამბავს. უეცრად მტრის ღრუბელი გამოჩნდა, ბრუნავს სვეტად იქცა, შემდეგ გაიფანტა მტვერი და აჰა, ჯინიც გამოჩნდა, ხმალა მოწვდილი, თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა. მივიდა, გამოათრია ვაჭარი და უთხრა: ადექი რომ მოკკლა ისე როგორც შენ მომიკალი შვილი, ჩემი უკანასკნელი სულის თქმა. ვაჭარი აქვითინდა. სამთავე ბერიკაცმაც ტირილი და გოდება დაიწყო. მაშინ გამოვიდა პირველი მოხუცი და უთხრა: ჰეი ჯინო, მე მოგიყვები ჩემს ამბავს, რაც ამ ქურციკთან გადამხდა და თუ კი ჩემი ამბავი გაგაოცებს, მიბოძე ამ ვაჭრის სისხლის 1/3. კარგი, თუ შენი მოყოლილი ამბავი გამაოცებს, მიბოძებია შენთვის მისი სისხლის 1/3. პირველმა ბერიკაცმა თქვა: იცოდე ჯინო, რომ ეს ქურციკი ჩემი ცოლია. 30 წელი ვიცხოვრე მასთან და შვილი არ მყოლია. სხვა ქალთან კი ბადრი მთვარის მსგავსი, თვალმშვენიერი და წარფხატულა ბიჭი შემეძინა. ბიჭი რომ გაიზარდა და 15 წლის შეიქნა, ერთ ქალაქში გამგზავრება მომიხდა. წავედი და თან წავიღე დიდძალი საქონელი. ჩემს ცოლს ამ ქურციკს ბავშვობიდან სცოდნია ჯადოქრობა. ბიჭი ხბოდაქცია, დედამისი ძროხად და ორივე მწყემს ჩააბარა. დიდი ხნის შემდეგ მოგზაურობიდან დაუბრუნდი. მოვიკითხე ჩემი ვაჟი და დედამისი. ცოლმა მითხრა:
ქალი მოკვდა, შენი ვაჟი კი გაიქცა და სად წავიდა არ ვიცი. ერთ წელიწადს ვიჭექი გულდამწუხრებული და თვალცრემლიანი. ერთ დღესასწაულზე მწყემსთან კაცი გავგზავნე და ვუბძანე რომ სუქანი ძროხა მოეგვარა. მწყემსმა მომგვარა მსუქანი ძროხა. ის ძროხა ქალი ყოფილა, რომელიც ჩემმა ცოლმა მოაჯადოვა. ხელში დანა ავიღე და დაკვლა რომ დაუპირე, ძროხა აბღვალდა და ატირდა. მე შემეცოდა და თავი დავანებე. მწყემს უთხარი. სხვა ძროხა მომგვარე. ცოლმა დაიღვირა. არ მყავს მე ამაზე უკეთესი და მსუქანი ძროხა. მივედი დასაკლავად და ისევ აბღალდა. მაშინ ავდექი და მწყემს უბძანე მისი დაკლა. მწყემსმა დაკლა და აღმოჩნდა რომ ძვლისა და ტყავის მეტი არა იყო რა. ვინანე მისი დაკლა, მაგრამ სინანული რაღაც მარგებდა. მწყემს ვუთხარი, სუქანი ხბო მომგვარე. მომიყვანა ხბო, რომელიც მოჯადოებული ჩემი ვაჟი იყო. ხბომ ჩემს დანახვაზე გაწყვიტა საბელი, მომვარდა, მომელაქუცა და ტირილი დაიწყო. შემეცოდა და მწყემს უთხარი. წაიყვანე ეს ხბო და ძროხა მომიყვანე. ცოლმა ამ ქურციტმა დამიღვირა. უთუ ოთეკ ხბო უნდა დავკლათ, ასეთ დღეს მხოლოდ ლამას პირუტყს კლავენ. მაღაზე მსუქანი და ლამაზი ხბო კი ჩვენ არ გაგვაჩნია. მე მივუღე. ხომ ნახე, როგორი გამოდგა შენი ბრძანებით დაკლული ძროხა. სარგებელი ვერავ ნხეთ რა, ხელი მოგვეცარა და ბევრიც ვინანეთ. ახლა აღარ დაგიჯერებ. აუცილებლად ეგ ხბო უნდა დავკლათ, თორემ მე შენი ცოლი აღარ ვიქნები და შენ ჩემი ქმარი. ცოლისგან რომ ეს მძიმე სიტყვები გავიგე, მისი განზრახვა კი არ ვიცოდი, დანა ავიღე. მივედი ხბოსთან და აზატს განთიადმა მოუსწრო და შეწყვიტა მოყოლა. და მუთხრა. რა კარგია შენი მოთხრობა, მოსასმენად საამო და ტყბილი. სად ეს და სად ის ამბავი, რომელსაც მომავალ ღამეს მოყვები. მეფემ თუ სიცოცხლე არ მომისწრაფა. მეფემ გუნებაში თქვა. არ მოუკლავ, ვიდრე ამბის დასასრულს არ მოვისმენ. ხელმწიფე სამსჯავრო დარბაზში გავიდა. მოვიდა ვეზირიც, მაგრამ მეფეს არაფერი უბრძანებია. ვეზირს ძლიერ გაუკვირდა. თქვენ როგორ დაასრულებდით? რა დაემართა ხბოს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარში.